თუ თქვენ ხართ ემიგრანტი, ცხოვრობთ ძალიან შორს თქვენი ქვეყნიდან, თქვენი შვილიდან, თქვენი დედიდან, მამიდან, თქვენი ოჯახიდან. ვერც თქვენი შვილის ქორწილში ჩამოხვედით, გამოტოვეთ ძალიან ბევრი დაბადების დღე თქვენი დედის. რაღაც ვერ აკონტროლებთ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, იმიტომ რომ სხვების დედებს და სხვების შვილებს უვლით, ფიზიკურად შრომობთ. პარალელურად თქვენს ოჯახებს არჩენთ და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ სახელმწიფომ, ამ ხელისუფლებამ ვერაფერი შემოგთავაზათ. ვერაფერი თქვენთვის ვერ გააკეთა გარდა იმისა, რომ უბრალოდ გაქცეულიყავით თქვენი სამშობლოდან, თქვენი ქვეყნიდან, სხვაგან. ამ ყველაფერს დაემატა ის, რომ დღეს თქვენ ქართულმა ოცნებამ გითხრათ ის, რომ სრულფასოვანი მოქალაქეებიც აღარ ხართ. ანუ ემიგრანტები არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებთ. მხოლოდ და მხოლოდ ერთი გამონაკლისის გარდა უნდა ჩამოხვიდეთ ამ ქვეყანაში, საქართველოში და მხოლოდ ამ გზით გექნებათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რაც ხშირ შემთხვევაში უბრალოდ გამორიცხულია, იმიტომ რომ თქვენ იმისი შესაძლებლობაც კი არ გაქვთ, რომ ამ ქვეყანაში საკუთარი შვილების ანახავად ჩამოხვიდეთ, არა თუ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მათ ქორწილებში, მათ შვილები, როდესაც შვილიშვილები გიჩნდებათ, მაშინაც კი აქ ვარ ჩამოდიხართ, იმიტომ რომ არ გაქვთ საბუთი, იმიტომ რომ ბევრს არ გაქვთ ამის ფინანსური რესურსი და იმ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, სადაც თქვენ ხმას მაინც მოიპარავენ და მაინც გააყალბებენ, ძალიან არარელევანტურია თქვენთვის ეს წინადადება და წარმოუდგენელია და თქვენ დღეს ქართულმა ოცნებამ გამოგაცხადათ ფაქტიურად არასრულფასოვან მოქალაქეებად ამ ქვეყნისა. და უფრო მეტიც, მე მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ქართული ოცნება ემზადება ბადამდელის ჩანიშვნისთვის და ბადამდელთან ერთად სავარაუდოდ რეფერენდუმსაც შემოგვიცურებენ. სხვა ახსნა აი ამ მავნებლურ გადაწყვეტილებას უბრალოდ არ აქვს. და კიდევ ერთხელ ემიგრანტებო იცოდეთ, რომ ქართულმა ოცნებამ თქვენ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება უბრალოდ ჩამოგართვათ. და ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს ინიციატივა აუცილებლად იქცევა კანონად.